ამ წუთებში კი პეკინში ვიზიტის ფარგლებში მედიასთან კომენტარს აკეთებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. Გადაშალა მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები ჰქონდათ პეკინში, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. როგორი იყო ეს შეხვედრები, რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი გზავნილები მოისმინეთ და რა შედეგი ჰქონდა? უბრალოდ ყოველისა თავისუფლი ეს ვიზიტი არის ისტორიული მნიშვნელობის იმ გაგებით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში არის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა ჩინეთში, რაც აჩვენებს მნიშვნელობას, რომელსაც ორივე მხარე ვანიჭებთ ამ ვიზიტს და ჩვენს ქვეყნებს და პარლამენტებს შორის ურთიერთობას. დღეს მქონდა შესაძლებლობა შევხედროდი სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს, ასევე პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს. ჩვენ საუბარი ჰქონდა საგამომდევნო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე. ჩვენ ორივე პარლამენტში შექმნილი გვაქვს მეგობრობის ჯგუფები და რომელთაც აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ვიზიტი ამ ვიზიტმა მისცეს ახალი იმპულსი პარლამენტებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო გაცვლა სხვადასხვა მიმართულებებზე. დღეს ჰქონდა საუბარი როგორც პოლიტიკური თანამშრომლობა პარლამენტებს შორის, ასევე სექტორული მიმართულებით, განსაკუთრებით რაც შეეხება განათლების მიმართულებას, სადაც სამინისტროების დონეზე არის მჭიდრო თანამშრომლობა და პარლამენტები ამ მხრივ ვაპირებთ, რომ ხარი დაუჭიროთ ამ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის და ამ მხრივ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის ღვინო როგორც საექსპორტო პროდუქტის ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდა. საუბარი ჰქონდა ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის საკითხებზე, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის და წესრიგის მნიშვნელობაზე. ჩინეთი და საქართველო ორივე ვდგავართ მთავარ პრინციპზე, რომ მშვიდობიანი განვითარება არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც სამწუხაროდ დღეს გამოწვევების წინაშე დგას და ამ მხრივ ჩინეთს განსაკუთრებული როლი აქვს როგორც გლობალურ მოთამაშეს, რომ ამ აღრეულ დროში როდესაც ხედავთ ჩვენ კოლაფს წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა, შეძლოს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში დაბრუნება საერთაშორისო ურთიერთობებში. სამწუხაროდ ბევრი ქვეყანა დღეს ვერ გამოირჩევა იმით, რომ საერთაშორისო სამართალს ასე მტკიცედ პირდაპირ და განუხრელად უჭერს მხარს, როგორც ამას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აკეთებს და ამ მხრივ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად თანხვედრი მიდგომები საერთაშორისო სამართლის და მშვიდობიანი განვითარების საკითხებს. გადაშალა თქვენი ჩინელი კოლეგა დაპატიჟეთ თბილისში, როგორც ვიცით, როგორი იყო მისი მხრიდან პასუხი, რამდენად არის მზაობა, რომ ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგება? მე იმედი მაქვს, რომ მალე შევძლეთ, რომ ეს ვიზიტი განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გარდა ოფიციალური საუბრისა და ნაწილისა ჰქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ასევე პარლამენტარებს შორის პიროვნული ურთიერთობები და გაცვლა, მოვიწვიეთ დელეგაციები საქართველოში და ასთავარია მოვიწვიეთ თავმჯდომარე და მისი პირველი რეაქცია მაიმედებს მე, რომ მალე იქნება შესაძლებელი, რომ ეს ვიზიტი განხორციელდეს. მას დიდი ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ, საქართველოს კულტურის მიმართ. ჩვენ ორი უძველესი ცივილიზაცია ვართ და ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთინტერესი ბუნებრივიც არის. ეხება სხვა პოლიტიკურ საკითხებს, ვიცე-პრემიერმა გააჟღერა დღეს ინიციატივა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფელი კამპანიის და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი იქნება და შემდეგ სამართლებრივი რეაგირება. რამდენად მწვავედ დგას ეს პრობლემა და რა ელოდებით ამ ინიციატივას? დიახ, რა თქმა უნდა, ერთი რამე უნდა გავიაზროთ, რომ სიძულვილის ენა, ზიზღი და დაპირისპირების შემოტანა, განსაკუთრებით ჩვენ ამას ხედავთ სოციალურ მედია, რომელიც ვინაიდან აქვს ასე ვთქვათ ფართო წვდომა ადამიანების
გონებებამდე, ასე ვთქვათ. უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც ესთეტიკის საკითხი, რომ სიძულვილის ენის თუ ზიზღის ენის გამოყენება ხდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. ვინაიდან სიძულვილის და ზიზღის წაქეზება და დათესვა ვატყობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში. სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებენ ქვეყნის ასარევად, შუღლის შემოტანას, სიძულვილის შემოტანას, იმისთვის რომ შემდეგ გადაკიდონ ადამიანები ერთმანეთს, არიონ ქვეყანა და არეულ ქვეყანაში შემდეგ თავისი სასარგებლო შედეგებს მიაღწევს. ამიტომ სიძულვილის და ზიზღის ენა ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არ არის მხოლოდ რაღაც ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წიგნებიდან გადმოწერით, იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და საზოგადოებაში ადამიანების ერთმანეთის წასაკიდებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ამ ჩვენ ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელი შეშლა. ამავე თემაზე მინდა რომ ჩაგეკითხოთ, ეს ინიციატივა როგორ ფიქრობთ, რას მისცემს საქართველოს სიძულვილის ენის პრევენციის კუთხით? რამდენად კარგად იმუშავებს მაგალითად შეიძლება ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო დაუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ ჩვენ ბრიუსელის ფასეულობებს ხედავთ სალამდეც მიუყავართ, იმიტომ რომ ზიზღის ენა სწორედ იქიდან არის წაქეზებული. ჩვენ ხედავთ, რომ რამდენიმე ელჩი არის, რომელიც ამაში ჩართულია საქართველოში, ხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ზიზღის ენად არიან ჩართულები, ფაშისტურ გამონათქვამებს იყენებენ ქართველი ხალხის მიმართ. ყველას, ვინც კი თუ დააკვირდებით სოციმედიას განსაკუთრებით, ყველა ვინც კი ზიზღს თესს სოციმედიაში, ყველას მაგალითად იხილავდით ევროპის დღეზე 9 მაისს. ეს ერთი და იგივე სახეებია, ერთი და იგივე სახელებია, ვინცაც იხუტებს დღეს ბრიუსელი, ისინი არიან სწორედ ვინც საზოგადოებაში ცდილობს რომ ზიზღი დათესვას. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საზოგადოების ყველა სფერო ქართულ ფასეულობებში. ვინაიდან ბრიუსელის ღირებულებები ჩანს რომ არის ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი, ამიტომ ჩვენ ჩვენსას დაუბრუნდეთ, ჩვენს კულტურულ ჩარჩოებში ვიყოთ და სხვებისგან თავს მოხეულ ზიზღს და დაპირისპირებას და შუღლს სათანადო პასუხი გავცეთ. ბატონო შალვა 26 მაისს ოპოზიცია გეგმავს შეკრებას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პარალელურად ისინი ანონსებენ საპროტესტო აქციას. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს აქცია და რამდენად თავად აღნიშნეს რომ მნიშვნელოვანი იქნება ხალხის რაოდენობა, როგორი მოლოდინება ესთან დაკავშირებით? ჩვენ ვიცით რა არის ამ შეკრების მიზანი. მიზანი არის რომ რაც თქვენს თვითონაც საჯაროდ წამოწდათ, რომ მიზანია რომ მათ გარეთ დამკვეთებს თავები დაათვლებინო. რომ აჩვენონ რომ საკმარის რაოდენობა არიან და აგერ ასრულებენ მათ დაკვეთას, მაგრამ მეორე მხრივ ვიცით რას ნიშნავს ეს რეალურად. რეალურად ნიშნავს რომ ჩვენ ხედავთ უკვე თვალნათლივ ჩამოყალიბდა ჯგუფი ადამიანებისა, ის 4 ოქტომბრის მოქალაქეები, რომლებიც 4 ოქტომბერსაც ვიხილეთ, რომლებიც გაემიჯნენ საქართველოს მთავარ ფასეულობებს. ჩვენ ეს ხალხი 4 ოქტომბრის გადამტრიალებლები, რომლებიც ახლა კიდე იგეგმებიან 26 მაისს, ეს ხალხი ჩვენ ამ ხალხს ხედავთ ყველგან, სადაც ცდილობენ, სადაც არის ძალადობა, სადაც არის ზიზღი, სადაც არის ქართული ინტერესების, საქართველოს ინტერესების დათმობა, სხვების ინტერესების სასარგებლოდ და ვერ ვნახეთ ეს ხალხი ჩვენი პატრიარქის გაცილებისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ახალი პატრიარქის აღსაყდრებისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ოჯახური სიწმინდის დღის აღნიშვნისას. ანუ არის ქვეყანა, არის საზოგადოება, არის მისი ისტორიული გზა და განვითარება და მომავალი ხედვა და ყავს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ ელჩებთან, უცხო ქვეყნის ელჩებთან, კომფორტულად გრძნობენ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან და თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ საკუთარ
ქვეყანაში, საკუთარ ეკლესიებში, საკუთარ რეგიონში, საკუთარ ხალხთან ერთად. ამიტომ ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ეს კარგი პროცესია, ვინაიდან სახელობითად ხედავთ, სახეებით და სახელებით ხედავთ თუ ვინ არის ის ჯგუფი ადამიანებისა, ჩვენი თანამოქალაქეებისა, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ზოგი ექიმია, ზოგი ლექტორია, ზოგი ვინ არის, მაგრამ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ისტორიული განვითარების წინააღმდეგ მიდიან და მათ აქვთ ერთი სურვილი დაუქვემდება რომ საქართველოს განვითარება სხვათა ინტერესებს, რათა დაიმსახურონ სხვისი ტაში, მას უნდა დაუკრას ტაში ევროპარლამენტარმა, რომელიმე ელჩმა უნდა ჩაიხუტოს, რომელიმე ევროპის დღეზე მიიწვიონ და ხელი ჩამოართონ და სურათი გადაიღოს, ეს არის კულმინაცია მათი პიროვნული, ასე ვთქვათ, რაღაც მიღწევისა და არა საკუთარი ქვეყნის განვითარება. ამიტომ პირიქით მე მივესალმები იმას, რომ ჩანდეს რაც შეიძლება გამოკვეთილად სადგას ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი დგას 26 მაისს თავისი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას და სადგას ეს ჯგუფი მარგინალებისა, რომლებსაც სხვისი დროშა აინტერესებს, სხვის დროშას აფრიალებენ, სხვას ჰიმნს მღერიან, სხვა ენაზე აქვთ შეძახილები და ქართულისგან, ყველაფრისგან უკვე იცლებიან. ოპოზიციაზე მინდა კითხოთ ასევე, გრძელდება დაპირისპირება და ერთ-ერთი საფუძველი გახდა ნიკა გვარამიას ინიციატივაც, რომ ნელო და გახარიას პარტია შეუერთდნენ მათ გაერთიანებას. პარალელურად მიხეილ სააკაშვილი აკრიტიკებს ყველას, მათ შორის ჩერგოლეიშვილსა და ბოკერიას ყველაზე მწვავედ. ყველაზე მიანიშნებს ოპოზიციის ეს მდგომარეობა და მათი ეს განცხადებები. ეს ყველაფერი ფარსი არის, რასაც აკვირდებით, როდის იყო ლელო სხვაგან და გვარამია სხვაგან, ან გახარია სხვაგან და მელია სხვაგან. ერთი ჯგუფი არის, აი სწორედ იმ მარგინალური ადამიანების ჯგუფი და აქ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიმე ასეულია თუ რამდენიმე ათასია, მარგინალი ნიშნავს, რომ ის არის საზოგადოების ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილი ადამიანები და ეს არის ერთი ჯგუფი, რომელსაც სწორედ ეს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ უცხოელმა შეაქოს. აი აქამდე დეგრადირდა ჯგუფი ადამიანებისა, რომ არათუ პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზე არის შესაძლებელი მართთან საუბარი. ადამიანებს თვალები აქვს დაბნელებული, რომ უცხოელმა შეაქოს, ინგლისურად გაიგონა რამდენიმე საქებარი სიტყვა, ამის იქით არაფერი არ აინტერესებს რა დაემართება ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ეს არის მათი მთავარი პრობლემა პოლიტიკოსებს რაც შეეხება, ის არის, რომ მათ გადადგეს ღალატის ნაბიჯი და როცა ღალატში შევა ადამიანი, ჩვიცით ჩვენი ისტორიიდანაც რა შედეგები აქვს ამას. ყორღანაშვილსაც ექნებოდა თავისი გასამართლებელი რაღაცა, ალბათ არგუმენტები, როგორც ესენი მოიშველებენ, მაგრამ ისტორიამ ყველაფერს გასცა პასუხი, როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ, სხვის ინტერესებს ითვალისწინებ და სხვის ინტერესებზე მოქმედებ, მაშინ ხარ ყორღანაშვილი. შალა ოპოზიცია არის ამას გავთ ოპოზიცია არის ოპოზიციამ წაახალისა თავის დროს ახალგაზრდები კანონდარღვევისკენ და დღეს ოპოზიციის აქტივისტები აქტიურად ითხოვენ ხალხისთვის ამ პირებისთვის თანხის ჩარიცხვას. აი თქვენი აზრით ამ წახალისების ფონზე სპეციალური პლატფორმებიც არის ამისთვის შექმნილი, თქვენი აზრით აი ამ წახალისების ფონზე ახლა თანხების მობილიზება რას ემსახურება მათი ნახეთ ჩვენ რომ იმ დღესაც ნახეთ ჩვენ მაშინ ლიდერები როგორ მიიფანტნენ 4 ოქტომბერს გულისხმობ შემთხვევაში როგორ მიიფანტნენ, მანამდე ძალადობრივი აქციების დროს ნახეთ ლიდერები როგორ იმალებოდნენ და წინა ხაზზე გაუშვეს ყველაზე მოწყვლადები და სწორედ ეს არის მთავარი ამორალურობა ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი ამ ძალადობისა, რომ ყველაზე მოწყვლადები გაუშვეს წინ, თვითონ დაიმალნენ და ახლა პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ ამაზე. კიდევ ერთხელ ეს ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდიან ძალადობისთვის, პოლიციელებზე თავდასხმისთვის, პარლამენტის და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ აი ამ პოლიტიკური ლიდერების და ევროპელი ლიდერების პირადი პატიმრები. მათ წააქეზეს, გახსოვთ თქვენ ევროკომისიის პრესპიკერმა პირდაპირ მხარი დაუჭერა 4 ოქტომბრის გადატრიალებისთვის დაანონსებულ შეკრებას, წააქეზეს, წაიყვანეს ძალადობაზე და ახლა ჩირგვებში არიან დამალული და ერთი სიტყვის ამოღება არ უნდათ ამასთან დაკავშირებით და რაც თავარია თვითონ ამ ადამიანებმა, ვინც დღეს არიან, ვინც დღეს იხდიან სასჯელს ძალადობისთვის,
უნდა გააცნობიდნენ და დაფიქრდნენ რომ მათ საქართველოს სახელმწიფო კი არ ედავება და მისი სახელმწიფოს გამო კი არ არიან დღეს ციხეში. ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსების და საქართველოსთვის ბოროტის სურველი უცხოელების პირადი პატიმრები არიან. მათ შორის ნახეთ ეს პროცესების დროსაც, ოდესაც აქეზებდნენ რომ საპროცესო შეთანხმებებზე არ წასულიყვნენ, არ ეღიარებინათ ის, რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ხედავდით, როგორ ურტყავდნენ პოლიციელს, როგორ ესრომდნენ მაშხალებს და ეს არ ეღიარებინათ, რაც პირდაპირ ეთერში ვნახეთ. ასე რომ დაფიქრდნენ, მე მგონი დრო არის ეს ადამიანები და საკუთარი და სათანადო პასუხი გასცენ მათ, ვინც ვისი წაქეზებითაც ისინი აღმოჩნდნენ საპატიმროში. ბატონ შავა, რუსთავიორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპარლამენტის კვესტორთა კოლეგიაში გაასარჩუროს ევროპარლამენტის ის გადაწყვეტილება, რომელთაც გააფრთხილა ჩვენი ტელეკომპანია და მომავალში გულისხმობს ერთი წლის აკრედიტაციის შეჩერებას. მათ შორის სამი ტელეკომპანიაზეა სულ საუბარი. ჩვენ გავუგზავნეთ მთლიანი ჩანაწერი შავი მასალა, თითქოს დასტურდება, რომ ყოველ ჩვენს ჟურნალის არ დაუპოვია წესები. ასევე მიმართეთ წერილობით, თუმცა ახსნა განმარტებები არ მოგისმენია. რას ფიქრობთ, რა მიდგომა აქვს ევროპარლამენტს ჩვენთან და რუსთავიორთან? მე მგონი აი რუსთავიორის საქმე ზუსტად კარგი მაგალითია იმისა, რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივი ჟურნალისტების დევნასთან, რაც არის სიტყვის ჩახშობის ერთ-ერთი მეთოდი, ან სურვილისგან არის განპირობებული. მეც ნახე სავარაუდოდ რაზეც არის საუბარი, შეეხება ევროპარლამენტარის მარკეტა გრიგორიევას თუ არ ვცდები და მე მგონი ყველამ ნახა ეს კადრები რაც იყო. ამაზე თუ შეიძლება იყოს სანქცია რომელიმე პარლამენტში, საქართველოში ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იმუშავებდა მაშინ. ყველა ჟურნალისტი, რომელი ტელევიზიიდან არ უნდა იყოს, ის რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს თუ არის ევროპული სტანდარტი, რომ ამის გამო ჟურნალისტი დაასანქცირო, მაშინ საქართველოში საერთოდ ჟურნალისტი ვეღარ იქნებოდა. ამიტომ გასაკვირია, რასაც უყურებთ საერთოდ რას გვედავებდა, ვინ გვედავება ამ დროს ფიქრობ მე საქართველოს პარლამენტს, როცა უყურებ ევროპარლამენტის კორუფციას, როცა უყურებ დევნას ჟურნალისტების, როცა უყურებ მტრულ და ფაშისტურ განცხადებებს ხალხების მიმართ, აი ამად იქცა დღეს ევროპარლამენტი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ სამწუხაროდ ჩვენ ვაკვირდებით ახლა ევროპარლამენტის სოვეტიზაციის ფინალურ ეტაპს. ამის იგით უკვე საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა არის და მართლაც სასწაული არის სადამდე მიიყვანეს სხვათა შორის რამ ზოგიერთმა აღმოსავლეთ ევროპულმა პოსტსოციალისტურმა ქვეყანამ ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა მათ შორის აი აქამდე მიიყვანეს, დააბრუნეს, თავისთავად დაიბრუნეს საბჭოთა წარსულში რასა იუკნევიჩიანემ და გავსმა საბჭოთა მოქალაქეებმა, რომლებიც თავის ძოზე გორბაჩოვის თანამებრძოლები იყვნენ. ასე რომ კიდევ ერთხელ მე კარგია თუ კი ამას ასაჩივრებთ და არ ვიცი რა გადაწყვეტილება ექნება ევროპარლამენტს, თუმცა კიდევ ერთხელ ის რაც ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ ცდილობენ ჩაახშონ თავისუფალი მედია, აღარ ვიცი ხა სიმართლე გითხრათ, სულ უფრო მეტი და მეტად მიცდება კითხვა, საერთოდ რა გვაქვს საერთო ასეთი ღირებულებების პოლიტიკოსებთან და ადამიანებთან, როგორც ქართული ფასეულობები, ისე ქართული დემოკრატია რამდენიმე თავით მაღლა დგას, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ევროპარლამენტში ხედავთ, ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ასეთ ევროპარლამენტში არანაირად არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ მონაწილე. ამ თემას გავაგრძელებ ქრისტოფ ბრეიზაზე მინდა კითხოთ, პოლონელი ევროპარლამენტარი, რომელიც აღიარებს, რომ აქტიურად იბრძვის ქართული მედიების დასანქცირებისთვის და მაშინ, როდესაც კეთდება საპასუხო სიუჟეტები მის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციებზე, ის ამას აღიქვავს როგორც თავდასხმად ქართული მედიების მხრიდან და მან გავრცელა განცხადებაც და სააკაშვილთან დაკავშირებითაც ილაპარაკა, რომ სააკაშვილი არის პოლის პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს. აი როგორ შეაფასებთ უშუალოდ ამ ევროპარლამენტარს? მის განცხადებასაც დავამატებ, შეიძლება ბრეიზა ამბობს, რომ სააკაშვილი დაკავებულია ლიკაშინსკის დაკრძალვაზე გვირგვინის ყიდვის დროს, სავარაუდოდ გულისხმობს საბუჯეტო თანხების გაფორმის საქმეს. არ ვიცი, ეს ადამიანი ან სულელია, ან თავს ისულელებს. ეხლა თუ სულელია, ნიშნავს რომ არ იცის რომ არანაირი კაჩინსკის დაკრძალვის გამო კი არ არის დაბადება, არამედ საქმე რომელიც მის წინააღმდეგ არის ეხება იმას რომ თავისი შვილს
ბიუჯეტიდან უხდიდა კერძო სკოლის ფულს. კითხვა ევროპარლამენტს, რომელიმე ევროპარლამენტს ეს რო გაეკეთებინა ბიუჯეტის ფულით გადაეხადა თავისი შვილის კერძო სკოლის გადასახადი. იქნებოდა თუ არის კორუფცია, კი იქნებოდა. ეხება საქმე იმას, რომ ბიუჯეტის ფულით სააკაშვილმა ჩაიტარა პლასტიკური სხვადასხვა სახის манипуляციები და ოპერაციები. თუ არ ვცდები, მე მგონი მილიონ ლარამდე იყო დახარჯული მისი სახის გალამაზებაში და შუბლის გასწორებაში და იმაში რომ ესე თქვა თავი მოეწონებინა ვიღაცისთვის. ეს რომ გააკეთოს რომელიმე ევროპარლამენტარმა, ეს არის კორუფცია, თუ ეს არის პოლიტიკური დევნა. და თუ კი ეს ყველაფერი კორუფცია, მაშინ ახლა თავს ისულელებს ეს ადამიანი, ან გამოდის რომ მაშინ მისთვის მისაღებია. ამიტომ ეს არის ჩვენ საქმე გვაქვს ფასეულობის არ მქონე წევრებთან ევროპარლამენტის, რიგ შემთხვევაში კორუმპირებულებთან და ამ ადამიანზე ზუსტად ეჭვი მაქვს რომ კორუმპირებულია ეს ადამიანი, თორემ ახლა თავს ეს რატომ გამოიყვანდა სულელად, რომ იტყოდა თითქოს ვიღაცისთვის თაიგულის ყიდვის გამო არის 9 მილიონი დახარჯული. ახლა არითმეტიკულად მაინც გადათვალოს 9 მილიონში რამდენი თაიგული ჩაეტეოდა თუ ასე შემდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ამას წინავს თქვი იმის ერთ-ერთ ასეთ ცდილობაზე და ახლაც გავიმეორებ, რომ არ ვიცი რა ბედი გვაქვს ასეთი, რომ ევროპარლამენტში მართლა ერთი მტერი ისეთი ვერ გავიჩინეთ, რომელიც ნაცი არ იქნებოდა, მიშისტი არ იქნებოდა და რაღაცა დონეზე მაინც ღირსეულ მტრობას მაინც შეძლებდა. ასეთი უღირსი მტრები რო ყავს საქართველოს, ეს ჩვენი უბედურება არის. სამწუხაროდ ასეთი პოლიტიკური ლანდშაფტია დღეს ევროკავშირში, საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატურ ხალხთან, რომელიც ან ფულის, ან პოლიტიკური გავლენის, ან საკუთარი სისულელის გამო ეხვევიან ასეთ შარში საქართველოს წინააღმდეგ. ასევე დანიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით რომ დაუდობრივად დაშალეს ეს საპროტესტო აქციები, თუმცა მეხუთე დღეა უკვე ევროკრატიის მხრიდან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, როგორც შეეხება ამას, მაშინ როდესაც დანია გადააკეთებდა აქტივობდა დანია არამხოლოდ გვაკრიტიკებდა, არამედ დანია ფულს ხარჯავდა წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების წინააღმდეგ და დანიის ელჩმა საქართველოში, დანიის ელჩი საქართველოში მაშინ დაემალა მედიას, ხმა არ გაიგო და სამთავროდ დანიაში დანიის მედიაში არ ატყდა სკანდალი ამასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივად აგრძელებდა დაფინანსებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ამ სკანდალის შემდეგ დანიის მედიაში მოუწია ამ დაფინანსების შეწყვეტა და მაშინ ყველამ დავინახეთ, ის NGO-ს და გვაჩვენებდნენ მაშინ ორგანიზაციას, მთელი NGO როგორ გადაპორტირდა შემდეგ ლელოში და ამანაც კარგად აჩვენე რასთან ქონდა საქმე. რაც შეეხება ამ პოლიციის ბრუტალურ ქმედებებს, ეს არ არის მხოლოდ დანიაში, ჩვენ იგივე კადრები ვნახეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში, როდესაც პოლიცია ბრუტალური მეთოდებით, ძალადობით შლის კრიტიკოსების სხვადასხვა აქციებს. და შლის თან რა მეთოდებით? ხო, ახლა დანიაში ვიხილეთ ძაღლების მიქსევით და ხელკეტების ტყმევით. ხა არ ვიცი, ხა ესეთი კადრები რომ დაენახა ვინმეს საქართველოში რომელიმე ასეთი აქციის დროს პოლიციის მხრიდან. ხო წარმოგიდგენიათ რა წივილ-კივილი და ლოყების ხოქვა იქნებოდა დანიის ელჩის მხრიდან პირადად. იმიტომ ის პირადად გამოირჩევა გაცხადებებით, რომლითაც პედესტალიდან ცხვირაბზოებული გვესაუბრება ხოლმე ადამიანის უფლებებზე. ეხლა ისეთი შტაბეშტილება ჩდება, როცა ხედავთ კოპენჰაგენის, როცა ხედავთ ბერლინის, პარიზის კადრებს, რომ ევროკავშირში იქნება აღქმა, რომ ევროკავშირში კრიტიკოსების ძაღლების მიქსევით და ხელკეტებით გასწორება და დაშლა არის მისაღები ქცევა და გვაინტერესებს აგვიხსნა სად ვიმყოფებით 100 წლის წინანდელ ევროპაში ვიმყოფებით, სადაც ესე ძაღლებით და ხელკეტებით დაძლებდნენ მათ, ვისაც არ ეთანხმებოდნენ და სხვა მიაჩნდათ. ეს არის აიმენაირად ფასეულობა. კიდევ ერთხელ, ეს არ არის ქართული ფასეულობა. ეს შეიძლება არის კოპენჰაგენური რაიმე ფასეულობა და კი ბატონო იყოს მათი ფასეულობა და მიხედავს ამას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანოები, მაგრამ შემდეგ იქიდან მოგველაპარაკებიან რაიმეზე საერთო სტანდარტ სიტყვას მოახსენებენ, როდესაც ძაღლებს უქცევენ ადამიანებს, აი ამ ქვეყნის ელჩი მერე საქართველოს პრეტენზიებს გამოთქვას, ჯერ მიხედონ იმას, რომ ძაღლებით არ მიუქციონ ადამიანებს, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან. თქვენსმენდით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც პეკინში ვიზიტის ფარგლებში მედიასთან კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.